ცოტა რამ ქორწინებაზე, განქორწინებაზე და ალიმენტზე. ანუ არის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რომ შეიძლება თუ არა ალიმენტის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში. ან ჯერ განქორწინებულები არ არიან, კი შეიძლება. ქორწინების პერიოდში შეიძლება ერთმა მეუღლემ მეორეს მოსთხოვოს ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა. და ალიმენტის მოთხოვნა მარტო ბავშვისთვის კი არა, ანუ ალიმენტი რა არის? არის სარჩო, ხო? მატერიალური. არა მარტო ეს, ზოგადად მეუღლეებს აქვთ ვალდებულება, რომ თუ ერთი მეუღლე არის შრომის უნარო, ან რაღაცა დროებით, ერთმანეთზე ზრუნვის ვალდებულება აქვთ რა, მოდი აქედან რომ დავიწყოთ. მეუღლეებსაც ერთმანეთის წინაშე. გარდა მაგისა, საალიმენტო ვალდებულებები არ მხოლოდ მეუღლეებს გააჩნიათ შვილების წინაშე, არასრულწლოვანი შვილების წინაშე, არამედ შვილებსაც გააჩნიათ მშობლების წინაშე. თუ ეს მშობელი საჭიროებს მატერიალურ დახმარებას. გარდა მაგისა, საალიმენტო მოვალეობები ასევე გააჩნიათ პაპებს და ბებიებსაც. მხოლოდ პაპებს და ბებიებს იმ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროთ ალიმენტის გადახდა შვილიშვილის არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, თუ კი იმისი მშობელი ის მშობლისგან რაღაც ობიექტური მიზეზით ვერ იღებს ამ იმას რა ქვია სარჩოს. ეს ობიექტური მიზეზი რა შეიძლება იყოს? ან მშობელი არის თქვათ შრომის უნარო, ან ჯვარი წერია და გარდაიცვალა დაუშვათ და ესე ვთქვათ ერთ-ერთი მშობელი გარდაიცვალა და ის დარჩენილი ერთი მშობელი ვერ უზრუნველყოფს ამ ბავშვის მატერიალურ საჭიროებებს. ბოლომდე არ ყოფნის შემოსავლე. ამ შემთხვევაში ბებიას და პაპას ეკისრება საალიმენტო ვალდებულებები საკუთარი შრომის უნარო ან არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ. კიდევ რა არის ხოლმე, იცით, ქორწინების პერიოდშიო კრედიტი აიღო ქმარმაო და მეც უნდა ვიხადო, თუ გავქორწინდებითო და ახლა თუ ქონებრივი დავა წარმოიშვება ქორწინების პერიოდში, ხო? ანუ მარტო აქტივები კი არ იყოფა შუაზე, ქორწინების პერიოდში შეძენილი აქტივები, როგორც არის ბინა, მანქანა, ან რაღაცა ნივთი, თქვათ. ეს არის აქტივი, ხო? როგორც ეს აქტივები იყოფა და ნახევარი ბინა მე მეკობს ნახევარი შენ, ზუსტად ისე არის კრედიტიც. ანუ ის კრედიტის მიზნობრიობასაც გააჩნია, თუ ის ესე ვთქვათ ოჯახის საჭიროებისთვის არის ახლა აღებული და მაშინ ეს იყოფა კი შუაზე, ამის გადახდის ვალდებულება და თუ ახლა ვიღაცამ კაზინოში სათამაშოდ კრედიტი აიღო, ის არ გაიღო.